თქვენ შეგიძლიათ აკრიტიკოთ, ყოველდღე აკრიტიკოთ პრეზიდენტი ტრამპი და თქვათ, რომ ის ყველაზე ცუდი პრეზიდენტია პრეზიდენტებს შორის, ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი, იმაზე უარესია, ვიდრე ის იყო 2016-დან 2020-მდე, 2017 წლის იანვრიდან 2021 წლის იანვრამდე, იანვრის 21-მდე. შეგიძლიათ ეს თქვათ თავისუფლად, რა საკვირველია და გააჯიბროთ და უარესად წარმოადგინოთ, ვიდრე ასე მაგალითად პრეზიდენტი ობამა, რომელიც ბოლო დროის პრეზიდენტებს შორის, არ ვილაპარაკოთ ახლა გასული საუკუნის პრეზიდენტებზე, ან წინა საუკუნეების პრეზიდენტებზე, იქნებოდა მართლაც ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო, სულ მინიმუმ იმიტომ, რომ 2000 არ მინდა შემეშალოს და 2008 წლის, კი არა 9 წლის მარტში მან რეზეტის ხილაკს დააჭერინა, უთხრა ჰილარი კლინტონს, რომ რეზეტის ხილაკს დააჭირე თითიო და რუსეთთან ურთიერთობა გადატვირთეო. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ტრამპი ობამაზე უარესიც კია. მეორე ნაწილს შეგიძლიათ თქვათ, რომ ტრამპი ყველაზე კარგია, ის საკუთარ თავსაც კი ჯობნის, სჯაბნის და ჯობნის, აი იმ ტრამპს 45 პრეზიდენტი რო იყო, აკი გითხარით 17 წლის იანვრის 21-დან 21 წლის იანვრის 21-მდე და თქვათ, რომ პრეზიდენტი ტრამპი არის ყველაზე ცუდი, კი არა ყველაზე კარგი პრეზიდენტი, სჯობნის არამხოლოდ ობამას, რომელსაც ობიექტურად ჯობნის, არამხოლოდ ბაიდენს, რომელსაც ობიექტურად ალბათ მაინც ჯობნის, ალბათ კი არა, ჩემი მოსაზრებით ნამდვილად ჯობნის, არამედ მაგალითად ბუშს, რესპუბლიკელები რომ გავიხსენოთ, მამა ბუშს, ჯორჯ ბუშს, რომელსაც ჩემი მოსაზრებით უამრავი ნაკლი შეიძლება მოუძიო, სხვა თუ არაფერი, ეს კაცი იყო უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგი, საბჭოთა კავშირის დაშლის წინააღმდეგი, იცით თქვენ და შეგიძლიათ თქვათ, რომ დონალდი ეჯიბრება და სჯაბნის რონალდსაც კი აღარ ვლაპარაკობ თქვათ წინა საუკუნის რესპუბლიკელ თუ დემოკრატ პრეზიდენტებს. ერთიც და მეორეც ჩემი მოსაზრებით ცდებით. ტრამპი ასეთია, როგორიც არის, არც ყველაზე კარგი და არც ყველაზე ცუდი. არაორდინალური კი, ყველაზე არაორდინალური კი ნამდვილად არის. ამაში მე მგონი ყოველდღიურად ვწმუნდებით. თუ ვიღაცა ანგარიშობდა, თუ 4 წლის მმართველობის დრო პერიოდში პრეზიდენტი ბაიდენი წინამორბედი 46 პრეზიდენტი შეერთებული შტატებისა, არ მახსოვს რიცხვი იყო დასახელებული და აქედან გამომდინარე რაღაცა არ მახსოვს, არ გავიმეორებ, მაგრამ თუ გამოვიდა საჯაროდ, გამოვიდა საზოგადოების წინაშე, მოდი ასე ვიტყვი 100%-ით, აქედან გამომდინარე სწორი იქნება შეფასება ტრამპს დაუანგარიშეს და ტრამპს უკვე მოხსნილი აქვს, კი არა, ბევრად მოხსნილი აქვს ის რეკორდი 100 კი არა 700, 800 ან 1000%-ით მეტჯერ, 1000%-ით მეტჯერ არის გამოსული ის საზოგადოების წინაშე, ამასთან ყოველდღიურად წარსდგება რა საზოგადოების წინაშე, მედიის წინაშე და ასე შემდეგ, უმრავლეს შემთხვევაში ფრიად არაორდინალურ განცხადებებს აკეთებს ხოლმე და ამ თვალსაზრისითაც ის საკმაოდ ექსტრავაგანტული პრეზიდენტია, არაორდინალური პრეზიდენტია, კონტროვერსიულად შესაფასებელი პრეზიდენტია და ასე შემდეგ. მაგრამ დამოუკიდებლად იმისა, თქვენ ცდებით თუ მეორე მხარე ცდება, ჩვენ უნდა ვაღიაროთ და უნდა ვთქვათ ღიად, რომ მინიმუმ 3 წელი პრეზიდენტი ტრამპი იქნება ოვალურ კაბინეტში და მინიმუმ 3 წელი 1 წელია გასული. სულ რაღაც რას ის არჩეულია და შარშან ამ დროს დეკემბრის 8 თუ 9 რიცხვია დღეს 9-ში ის კაბინეტში შესული სულაც არ იყო, 9 დეკემბერს 2024 წლისა, კიდევ 3 წელი თუ მეტი არა, ჩვენ მოგვიწევს მისი, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ატანა, ან თუ გნებავთ ასე ვიტყვი, მოსმენა, ან მისი გაძლება, თუ გნებავთ, არა მაქვს არც ერთ სიტყვასთან მიმართებაში პრობლემა. პრეზიდენტი ტრამპი ასეთია, როგორიც იყო და ხშირად გაგვაოცებს ხოლმე, რომ მომავალშიც, რომ შეეწინააღმდეგება ვინმე სხვას კი არა, ბოლტონს, ასე მაგალითად, ხო, რომელიც ამოჩევებული ყავს უკვე რახანია, მისი ყოფილი მრჩეველი, არამედ შეეწინააღმდეგება გაგიკვირდებათ და საკუთარ თავსაც კი. აქ მნიშვნელოვანი არის ერთი ფაქტორი, რომელზეც არ ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას, როგორც ჩანს მნიშვნელოვანია, რომელი ჯგუფი უშუალოდ ადმინისტრაციაში იქნება უფრო
უფრო ფავორში პრეზიდენტ ტრამპის რომელი ჯგუფი უხეშად ვიტყვი ცხადია ეს არის მარკო რუბიოს ჯგუფი თუ ეს არის ალბათ მაინც ასე უნდა თქვა JD Vance-ის ჯგუფი და საბოლოო ჯამში იმასაც მნიშვნელობა აქვს 2028 წლისთვის 2028 წლის დასაწყისისთვის და უკვე შემდგომი პერიოდისთვის ვის წამოსწევს რესპუბლიკური ვინ განაცხადებს პრეტენზიას რომ უნდა იყოს 42-მე პრეზიდენტი და ვის წამოსწევს რესპუბლიკური პარტია და მერე ვინ გაიმარჯვებს იმ უზარმაზარ მარათონსა თუ უგრძელეს მარათონსა თუ ნოხში უშუალოდ რესპუბლიკურ პარტიაში და მერე უკვე დემოკრატების ლიდერთან ფავორიტთან შერკინების პირობებში ახლა რომ მკითხოს ვინმე მე რო ვიყო რაღაც ამორჩეველი შეერთებული შტატებისა ცხადია ვარჩევდი ვიტყოდი რომ აი თუ მარკო რუბიო უნდა იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი ამას მივესალმები აი JD Vance კი არა მეთქი თუ ნიკი ჰეილი უნდა იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი ამას მივესალმები აი JD Vance თუ ვიტკოფი არც იქნება მაგრამ ნუ პირობითად ვლაპარაკობ ხო ვიტკოფს არ მივესალმები მეთქი ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა ჩვენთვის სხვა კონტექსტში როგორია ის პრეზიდენტი 47-მე პრეზიდენტი როგორიც აუცილებლად იქნება ასეთი იქნება ამ დარჩენილი 3 წლის ცოტა მეტის განმავლობაში სხვა კონტექსტშია ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეს არის უკრაინის კონტექსტი და უკრაინას გავბედავ და ვიტყვი ახლა ასე უკრაინას ხო ბევრჯერ გასჭირვებია ამ არასრული 4 წლის განმავლობაში თუნდაც გავიხსენოთ როდის უჭირდა განსაკუთრებით გავიხსენებახლავე მაგრამ ახლა რომ უჭირს ისე ალბათ ძნელად თუ გასახსენებელია რომელიმე პერიოდი ახლა უჭირს საერთაშორისო ასპარეზზე მეთქი ასე ვიტყვი მიუხედავად იმისა რომ ევროპა როგორც კონტინენტი და ევროპის წამყვანი სახელმწიფოები უფრო პროუკრაინულები არიან ახლა ვიდრე იყვნენ ასე მაგალითად 3 წლის წინ 4 წლის წინ 2.5 წლის წინ ბრიტანეთი მიუხედავად იმისა რომ მაშინდელი პრემიერი ჯონსონი ხარში ედგა ზელენსკის ახლა უფრო ჩამოყალიბებულია ჩემი მოსაზრებით საფრანგეთი უფრო ჩამოყალიბებულია გერმანია ხო მით უფრო ჩამოყალიბებულია ახლა სწორედ შოლცის დროსაც კი მერკელზე აღარც ვლაპარაკობ იმიტომ რომ მერკელი მაინც კარგახანია უკვე წასულია კანცლერობიდან შოლცის დროსაც კი გერმანია ისეთი მკვეთრი არ ყოფილა პოლონეთიც და სხვების გახსენებაც შეიძლება მათ შორის შედარებით სუსტებისაც ბალტიის სახელმწიფოები ყოველთვის იყვნენ უკრაინის მხარესგან არა მაგრამ ახლა როდესაც ზურგის ქარს გრძნობენ ზურგში დიდ მეგობრებს გრძნობენ თუ ხედავენ გერმანიისა და პოლონეთის სახით ისინი უფრო ხმამაღალნი არიან ჩემი დაკვირვებით ყოველ შემთხვევაში ბალტიის სახელმწიფოების პოზიცია არ არის მნიშვნელოვანია მაგრამ უმნიშვნელოვანესი არ არის საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი ასე მაგალითად პორტუგალიის ლიდერის და პორტუგალიის პოზიცია ესპანეთისაც კი პორტუგალიას საბოლოო ჯამში რა პრობლემა შეიძლება ჰქონდეს ერთიანი უსაფრთხოების კონტექსტში ატლანტის ოკეანიდან ეხლა ზვიგენები თუ დაესხმებიან თავს უტრირებს ცხადია და ხოლო ესპანეთი პორტუგალიის ოკუპაციას არაპირებს და არც შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ მოკლედ მოცემულ ეტაპზე ევროპის უსაფრთხოების კონტექსტიდან პორტუგალია და არა მხოლოდ პორტუგალია ერთგვარად ჩამჯდარი ერთის მხრივ მაგრამ მეორეს მხრივ ამოვარდნილი ქვეყანა არის მის მოქალაქეს ლისაბონის მოქალაქეს ასე მაგალითად შეიძლება მართლაც არ აღელვებდეს რა ხდება ირპენში თუ კუპიანსკთან თუ კრამატორსკთან თუ კიევში და ეს ბუნებრივიც არის და ის დაორიენტირებული იყოს იმაზე რომ აი ნაკლები გადასახადი გადაიხაროს და რა გადასახადსაც გადაიხდის ეხლა ის და ის პორტუგალიის მთავრობამ არ მიმართოს რაღაც ღირსაწინააღმდეგო სისტემების გაძლიერებისათვის უკრაინაში მოკლედ უკრაინას ძალიან უჭირს მეთქი ამის თქმა მინდა ეხლა რომ არ გადავუხვიო და გავიხსენებ როდის უჭირდა მას განსაკუთრებით ასაკვირველია 2022 წლის თებერვალ-მარტში აპრილში ძალიან უჭირდა არ იყო მოულოდნელი მაინც და მაინც ასე არ ვიტყვი რომ მოულოდნელი იყო რუსეთის თავდასხმა მაგრამ რუსეთმა მრავალფრონტალური შეტევები განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ და არა მხოლოდ დონბასის, დონეცკის, ლუხანსკის მიმართულებით, არამედ იცით თქვენ ხერსონის ამბავი, იცით თქვენ ირპენის ამბავი, იცით თქვენ ხარკოვის ამბავი, იცით თქვენ მარიუპოლის ამბავი, რა პერიპეტიები რბილი სიტყვა, რა ამბები არ გამოიარა დასაწყისში განსაკუთრებით 22 წელს მთლიანად, 23-შიც რასაკვირველი, 24-შიც რასაკვირველია, მაგრამ აი საწყის თვეებში უკრაინამ იცით თქვენ, ვიდრე ევროპა განსაკუთრებით არ იტყოდა რომ 500 ჩაფხუძე მეც მივცემ
უკრაინასო და გააძლებინა ევროპამაც, ასე ვიტყვი, თქვენის ნებართვით და არა მხოლოდ შეერთებულ შტატებმა იმხანად ბაიდენის თავკაცობით. მაგრამ შეერთებული შტატები რაღა იუახსენეს, სხვა შეჭირვებებიც ჰქონდა, სხვა პერიოდში შეჭირვებებიც ჰქონდა უკრაინას. ეს არის განსაკუთრებით ესეთი საშინელი ეპოპეა, ასე ვიტყვი, უკრაინისთვის საშინელი ეპოპეა, 61 მილიარდი დოლარის გადაცემა არ გადაცემასთან დაკავშირებით. ამ 61 მილიარდიდან თუ სწორად მახსოვს და სწორად მახსოვს, 44 მილიარდი რჩებოდა და დარჩა კიდეც ამერიკის შეერთებულ შტატებში და სულ რაღაც 17 მილიარდზე იყო საუბარი იმ ხანად, რომელიც უშუალოდ უნდა მიეღო უკრაინას, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, რა მიზეზით და თუ გნებავთ მიზეზებიც ვილაპარაკოთ, ეს არის ქვედა პალატის სპიკერის ჯონსონის და არა მხოლოდ ჯონსონის პოზიცია, ტრამპისტების პოზიცია, რომლებსაც გავლენები ჰქონდა, ტრამპის პოზიცია, რომელსაც გავლენები ჰქონდა თუ ქვედა თუ ზედა პალატაზე და ასე შემდეგ. ეს 61 მილიარდი, ამ 61 მილიარდი დოლარის გადაცემის ამბავი გაჯანჯლდა და პრეზიდენტი ზელენსკი, რომელსაც უკლებრივ ყველგან, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც ოვაციებით ხვდებოდნენ, პრეზიდენტი ზელენსკი ტრამპი კი ამბობს, რომ საუკეთესო ვაჭარიაო, ასე ამბობდა, მაგრამ ხშირად საკმაოდ ხელმოცარული ბრუნდებოდა საკუთარი უცხოური ტურნეებიდან, განსაკუთრებით ვაშინგტონში ტურნედან, ოფიციალური ვიზიტიდან, იმიტომ რომ სწორედ 61 მილიარდის კონტექსტში დიდი ხანი მთელი მსოფლიო ნერვიულობდა უკრაინელებზე აღარც ვიტყვი ამასთან დაკავშირებით და პრეზიდენტ ბაიდენზეც თქვათ ორი მძიმე სიტყვა სხვადასხვა ქალაქში ვილნიუსში მაგალითად გამოსული პრეზიდენტი ბაიდენი არ მინდა ვთქვა რომ საუკეთესო ყველაზე ცუდ ქართველთა ამადას გავდა მეთქი არ ვიტყვი ასე მაგრამ აი რიტორიკა მისი იყო ერთგვარად თუ ასე კრიტიკულად გავხედავთ საკმაოდ ესეთი თამადური მოდი ვიტყვი ასე ყანწი ხელში არ დაუგავებია მაგრამ აი რას ამბობდა პრეზიდენტი ბაიდენი გეტყვით რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და აი ამ უნდას აი ამ სიტყვას როგორც ასეც ის ვერ სცდებოდა დიახ ეს ყველა მიცის ბავშვმაც კი იცის რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს მას რას აკეთებ იმისთვის რომ უკრაინამ სწორედაც რომ გაიმარჯვოს ეს კითხვა ისმოდა უკრაინიდანაც კიევიდანაც ვაშინგტონის მისამართით არ მინდა ვთქვა რომ არაფერს აკეთებდა მეთქი რასაკვირველია არა ამერიკის ძალის ხმევითაც გადარჩა უკრაინა ამ 2.5-3 წლის განმავლობაში ანუ უხეშად 22-დან 24-ის ჩათვლით და ევროპის ძალის ხმევითაც გადარჩა მეთქი მაგრამ რაღაცა ევროპას ვახსენებ იცით თქვენ რომ დათვლილია და საოცარი ციფრებია საოცარი რიცხვებია დიახ ევროპა ეხმარებოდა იქ იყო 50 მილიარდი რომელიც პროლონგაცია კი არა გადანაწილება უნდა მომხდარიყო ახლა არ ვიცი ძალაშია თუ არა ის შეთანხმება 5 წელიწადზე ანუ 10 მილიარდი უნდა მიეცა ევროპის კავშირს უკრაინისათვის 10 მილიარდი განაფული არ არის მაგრამ საბოლოო ჯამში რა დიდი ფული ეს არის უკრაინის საჭიროებებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ და ევროპა ხშირად დაწვალებდა მაგრამ დათვლილია ის ამ უკრაინას მაგრამ დათვლილია ის ამბავი რომ აღმოჩნდა რომ ბუნებრივ აირსა და ნავთობში ევროპა უხდიდა რუსეთს ბევრად მეტს ვიდრე უხდიდა უკრაინას თანხის დახმარებისა და თანხის სახით აღარ ვლაპარაკობ იმაზე რომ იარაღი რომ შეიყვანო ამ 50 მილიარდში ან ცალკეული სახელმწიფოების ჯამი დახმარების ჯამი რომს გააკეთო რუსეთისთვის გადახდილი თანხა ბევრად მეტი იყო დიახ ტრამპის მოწინააღმდეგეებს აქვთ ბევრი არგუმენტი პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ და ადმინისტრაციის მიმართ მაგრამ იმას მე მგონი არავინ ამბობს რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თესმა სახმა დღევანდელმა ერთგვარად მიათრია უკაცრავად ევროპა იმ გადაწყვეტილებამდე რომ ის უფრო თვითკბარი იყოს და მან უფრო სერიოზული დახმარებები აღმოუჩინოს უკრაინას და მან საბოლოოდ შეწყვიტოს ეს ფინანსურ-ეკონომიკური ურთიერთობები იმპერიასთან რუსეთთან რომელიც იმპერიის აღდგენას მართლაც ლამობს რომელსაც მართლა უნდა იმპერიის აღდგენა და აგე ცოტა ხნის წინ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ლიდერმა თქვა რომ აი 2026 წლიდან საბოლოოდ ჩავეხსნებით რუსეთსო საბოლოოდ და სამუდამოდ ჩავეხსნებით რუსეთსო ახლაცო და არ ვიცი რამდენი პერიოდულობით კი არა გამახსენდება ახლა გეტყვით იყო ლაპარაკი რომ
მოკლედ რაღაც მილიარდ ნახევარს უხდის შემცირებული გადახდების პირობებშიც კი 20-ჯერ 30-ჯერ მეტს უხდი და დღისა თუ თვის განმავლობაში წლის განმავლობაში ჯამში ევროკავშირი რუსეთს იმ ბუნებრივ რესურსებში რომლითაც რუსეთი მდიდარია და რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს აღმოსავლეთით იმ სივრცეებში რომლებშიც მისი გავლენები კვლავაც ძლიერია და არის ეს გავლენები ძლიერი. დიახ, რუსეთი გვარიერად დასუსტებული ქვეყანა იყო, ის ბევრად სუსტი ქვეყანაა, ვიდრე ასე მაგალითად 80-იანი წლების საბჭოთა კავშირი, რასაკვირველია ასეა, მაგრამ პუტინის რუსეთს აქვს ერთი უპირატესობა, თუ სწორი სიტყვაა, არც ვიცი, რომ ის თავზე ხელაღებულია. ასე მაგალითად ბრეჟნევის საბჭოთა კავშირისაგან განსხვავებით, მას არ აქვს არანაირი მუხრუჭი, ასე ვიტყვი, თავშეკავება და ეს განცდა მინიმუმ, რომ ის რომელიღაც ეტაპზე, ანუ პუტინი დააჭერს ღილუკას თითს და ააფეთქებს ნახევარ ევროპას, ხო, ეს განცდა ევროპაში ამორჩევლებსაც და პოლიტიკურ ელიტებსაც აქვთ. ჩვენ რასო არაფერს არ ვაკეთებთო უკრაინაშიო, ეს არ არის ომიო. ამას რა თქვა ამ დედასაიმასქნებელმა ლიდერმა პუტინმა, ნამდვილი ომი თუ ევროპა დაიწყებს ჩვენთან ომს, ევროპაში უნდა ნახოთო, სახმელეთო ოპერაციას ის მაღალი ალბათობით ყოველ შემთხვევაში მის ცენტრალურ და დასავლურ ნაწილში არ გულისხმობს, აღმოსავლურ ნაწილში ეგ რა მაგის პასუხია და შესაძლოა გულისხმობს კიდეც, მაგალითად სუვალკის ერეფანის გავლით კალინინგრადამდე პირდაპირი კავშირის დამყარებას, ანუ პოლონეთისა და ლიტვის ერთგვარ ინტერვენციას ამ ორ ქვეყანაში და გაჭრას და კალინინგრადთან პირდაპირი კავშირის დამყარებას, რომ ვიცოდეთ, აიც ხო, კალინინგრადი ცალკე თემაა საერთოდ და ძალიან საინტერესოა, გაბედავს თუ არა ამას რუსეთი, კვლავ ვიმეორებ სახმელეთო ოპერაციებით, თორე ჰიბრიდული ომის სხვა ელემენტებს რომ იყენებს ყველას წინააღმდეგ, ეს ვიცით. დაუბრუნდებით თქვენის ნებართვით თემას კიდევ როდის უჭირდა უკრაინას უჭირდა აკი გითხარით, ესე იგი 22 წელს, უჭირდა მაშინ, როდესაც 61 მილიარდის გადაცემის საკითხი გაჯანჯლდა, უკვე პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, როდესაც ტრამპმა თქვა, რომ 3 დღეში თუ 1 კვირაში დავამთავრებ ამ ომსო, საწყის ეტაპზე, როცა ტრამპი ასეც იყო მომართული, ეგონა რა რომ ასე მოახერხებდა, ტრამპი ძალიან აწვებოდა უკრაინას და ვიდრე აპრილის 26-მდე, ანუ ვატიკანში შეხვედრამდე უკრაინის ლიდერსა და შეერთებული შტატების ლიდერს შორის არათუ თბილტკბილი ურთიერთობები არ ყოფილა, არამედ საერთოდაც უცუდესი ურთიერთობები იყო. თებერვლის ინციდენტი ოვალურ კაბინეტში მომხდარი პროვოკაცია მეთქი ასე ვიტყვი, სადაც შეცდომა შესაძლოა ზელენსკიმაც დაუშვა, თუ მთლად ობიექტურები ვიქნები დაიჭრა რა. ხო, ეს გვახსენდება სულ მინიმუმ. და ასე შემდეგ. თუმცა ტრამპს ახასიათებს, აკი გითხარით, რომ ასეთია, ხან ისეთია და ხან ასეთია. შეცვლის ხოლმე პოზიციას, უცებ შეიძლება თქვას, რომ შეტევაზე რატო არ გადადიხართ შეტევის გარეშე, წარმოუდგენელია ამ ომში გამარჯვება, პეტერბურგსა და მოსკოვს რატო არ ბომბავთ, ჩვენ ახლა ტომოჰავკებს მოგცემთ და 2 დღეში სულ სხვა, არ ვიცი, ვიტკოფის გავლენით თუ ჯეიდი ვენსის ზეგავლენის გამო შეიძლება სულ სხვა პოზიცია დააფიქსიროს. კვლავ ვიმეორებ 3 წელი ანტიტრამპისტებს მოგვიწევს მეთქი ასე ვიტყოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში სჯობს, რომ მესამე პირში ვილაპარაკოთ, მოუწევთ ამგვარი ტრამპის ატანა და ტრამპისტებს კი მოუწევთ წუხილი იმაზე, რომ სულ მაღალი ალბათობით სულ რაღაც 3 წელი იქნება პრეზიდენტ ტრამპი ოვალურ კაბინეტში. უკრაინას გაჭირვებია სხვა პერიოდშიც, როგორც ბაიდენის ისე ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, მაგრამ ყოველთვის ამოძვრებოდა და გამოძვრებოდა ხოლმე. ახლა კიდევ უფრო სხვა ვითარებაა და მე თქვენის ნებართვით ვიტყვი ასე, რომ ჩემი ერთი შეფასებით უკრაინას უინიცის და უჭირს იქნება უფრო მეტადაც კი, ვიდრე ოდესმე გასჭირვებია და გეტყვით ეს მოკლე სუმირებას, შეჯამებას გავაკეთებ ბოლო დროინდელი მოვლენებისა. ეს არის რასაკვირველია დაწყებული გარკვეული პერიოდიდან და კონკრეტულად შემიძლია ცხადია გავიხსენო, მაგრამ თუ გნებავთ აი საწყისად ავიღოთ ბუდაპეშტში რომ უნდა გამართულიყო შეხვედრა და რო არ გაიმართა და ვერც გაიმართებოდა, მერე უკვე ტრამპის ერთგვარი შემოწყრომა, კიდევ ერთი მორიგი პუტინის მიმართ, პუტინისადმი, მერე უკვე განვითარება მოვლენებისა ამგვარად, რომ ალასკა მანამდე აიცი თქვენ, მერე არის ამბავი, როდესაც პრეზიდენტი, პარალელურად არის პრეზიდენტი ზელენსკი ჩადის
ვაშინგტონში და უნდა შეხვდეს პარასკევ დღეს პრეზიდენტ ტრამპს, მაგრამ მანამდე იცით თქვენ რომ რაღაც გამოჟონა უშაკოვისა და ვიტკოფის სატელეფონო საუბარი, ანუ რაზე გავლენა მოახდინა, მაღალი ალბათობით მაინც ასე ვთქვათ. ამ უშაკოვის მეგობარმა არ მინდა ასე ვთქვა, მაგრამ მოკლედ ვიტკოფმა ტრამპზე როგორ შეაცვლევინეს რიტორიკა სულ მინიმუმ ტრამპს, როგორ პარასკევს, როგორ უტოობო ხალხოდ გამოისტუმრა და საკმაოდ ცუდი შეხვედრა იყო, თუმცა ამის შემდეგ ძალიან კარგი შეხვედრაც იყო. მერე არის ეს მოსკოვში შეხვედრა, მერე არის ჟენევაში შეხვედრა, მერე არის მაიამიში შეხვედრები, აი ეს ბოლო პერიოდამდეც კი გრძელდება, 28 პუნქტიანი გეგმა, რომელიც არის კატასტროფული, მერე არის 19-20 პუნქტიანი გეგმა, რომელიც კატასტროფული არ არის, მაგრამ საკმაოდ ცუდია ყველა ევროპული შეფასებით, მოდი ასე ვიტყვი, და ამერიკის შეერთებული შტატების არ მინდა მაინც თქვა, რომ საბოლოო ჩამოყალიბება მეთქი ამ კონფლიქტთან მიმართებაში, მაგრამ ტრამპის ეს გავბედავდა ვიტყვი, ახლა ანტიტრამპისტი ვიქნები 25 წამით, ეს დაუოკებელი წყურვილი სურვილი, რომ მიიღოს ნობელის პრემია, რომელიც ფონად გასდევს ყველაფერს, თუ ობამას ეკუთვნოდა, მე რატო არ მეკუთვნის, დაახლოებით ეს პირდაპირ თუ ირიბი გზავნილი 9 ჯერ უნდა მოგეცათ აქამდე, ჩემთვისო ესეც კი თქვა, პრეზიდენტმა ტრამპმა ნობელის პრემიასთან დაკავშირებით რამდენადაც კონფლიქტი მოგვარეო და მერე ჩამოსახელება ხდება, რომელთა ნაწილი მოგვარებული თლად გულახდილები თუ ვიქნებით, სულაც არ არის, მაგრამ ამასაც დავარებოთ თავი და ტრამპის დაუოკებელი სურვილი რომ მიიღოს სწორედაც ნობელის პრემია და უკვე საბოლოო ჩამოყალიბება შეერთებული შტატებისა იმასთან დაკავშირებით, რაც რუსეთს თურმე კი არა ნამდვილად ვიცოდით, უნდა ისედაც. რუსეთი ამბობს, რომ აი ეს ნაგლეჯი პირდაპირ მნიშვნელობით ნაგლეჯი. დონბასის ის ტერიტორია დაახლოებით 25-27 დონბასის ის ტერიტორია დაახლოებით 27-30%, აი მოვგლიჯეთ ხო? ეს არის მთლიანი დონბასი ჩავთვალოთ და ეს არის დონბასის ის ტერიტორია, რომელსაც აკონტროლებს უკრაინა, ეს ტერიტორია დათმოს უკრაინამო, გავიდეს ამ ტერიტორიიდან მისი შეიარაღებული ძალები, შევა ჩვენი შეიარაღებული ძალებიო, გავაკონტროლებთ ამ ყველაფერსო და მხოლოდ ამის შემდეგ თუ შეიძლება საუბარი მშვიდობაზეო. გარდა იმისა, რომ უკრაინის კონსტიტუციაში წერია, რომ ასე თავისი ნებით უკრაინა არაფერს არც დათმობს და ვერც დათმობს, ზელენსკისთვის ეს პერსონალური საკითხიც არის. მესმის რომ შესაძლოა ბევრმა მიიჩნიოს, რომ რა დროს პერსონალური საკითხებია, ქვეყანა იღუპებაო და სწორი ბრძანებაც იქნება ეს განა არა ამ ლოგიკით, მაგრამ პერსონალური საკითხიც არის სხვა კუთხით და სხვა მიმართებით. კერძოდ, თუ პრეზიდენტი ზელენსკი მიიღებს ამ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას, პრეზიდენტი ზელენსკი უნდა წავიდეს. ამასთან უნდა წავიდეს ძალიან მძიმედ. მისი ჩამოგდების, პირდაპირ მნიშვნელობით ჩამოგდების ალბათობა შეუდარებლად იზრდება, არათუ მეორედ არ არჩევის იმ შემთხვევაში თუ იღრის კენჭს მშვიდობიანობის პირობებში, არამედ პირდაპირ მნიშვნელობით კომბატანტების მიერ, მეომრების მიერ მისი ჩამოგდების ალბათობა ძალიან იზრდება. რუსეთს სხვათა შორის ეს ერთგვარ მიზნადაც აქვს დასახული, რუსეთს ყველაფერთან ერთად უნდა რეჟიმ ჩეინჯი. რეჟიმ ჩეინჯი შესანიშნავად ხდება, რომ იანუკოვიჩი აბრაზნი მგვარი ტიპის ასე მყისიერად დაბრუნება შეუძლებელი იქნება უკრაინაში შემდგომ არჩევნებზე, იანუკოვიჩის მსგავსის, ანუ ღია რუსისა, მაგრამ ერთგვარად დაბალანსებული ტიპის მოყვანა კი შუალედურ ვარიანტად, რომელსაც მე კრიზისებს შეუქმნის, ეგ რა მაგის პასუხია და რუსეთს ვინც ის იქნება აწყობს კიდეც, მოკლედ ანტიზელენსკი ან ერთგვარად ანტიზელენსკი სჭირდება კიევის სათავეში მოსკოვს პუტინს. ამიტომ ზელენსკისთვის პერსონალური საკითხიც არის ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ სახელმწიფოებრივი საკითხიც არის. ვაშინგტონის ცალკეული პირებისაგან განსხვავებით შესანიშნავად ხდება, ან უნდა ხდებოდეს, რომ გრძელვადიან ან საშუალოვადიან პერსპექტივაში სწორედ ეს მიზნები აქვს მოსკოვს უკრაინასთან მიმართებაში. 1 და 2 და 5 სოფელზე თუ დასახლებულ პუნქტზე მართლაც არ არის ლაპარაკი, გავბედავდა ვიტყვი და არ ღვევდა კონსტიტუციას კაცი, უფრო ზუსტი რომ იყო, ეთყოდა საკუთარ ჯარს, რომ 10 თუ უკან დაიხიეთ, დათმეთ, ჯანდაბას ჩვენი თავი, ოღონდაც კი მშვიდობა იყოს, მაგრამ თუ ჭორეთ და ზელენსკი ჭორეთს, აი ეს განასხვავებს მას ამერიკელი ლიდერების უმრავლესობისაგან, თუ გნებავთ, ან სოფლიო პოლიტიკის ლიდერების უმრავლესობისაგან, ის
ჭვრეთს რა შეიძლება მოხდეს ვერ ჭვრეთს ევროპა მეთქი ამასაც ვერ ვიტყვი არაჩვეულებრივ ინტერვიუ გამოქვეყნდა ფინეთის ლიდერისა სტუბისა არაერთხელ მაგრამ ბოლო ინტერვიუ რომელშიც ის სწორედ როგორც ჭვრეტელი ისე კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ვინც ვერ ჭვრეთს ნამდვილად არის ბიზიდა ივანიშვილი თუ ვიქტორ ორბანი თუ სხვები დანარჩენი ბევრი საკმაოდ ჭვრეთს მაგრამ ისე კარგად ამის თქმა მინდა ვერ ჭვრეთს ვერავინ საკუთარი ქვეყნის მეც როგორც პრეზიდენტი ზელენსკი გარდა ამისა კაი დათმოს და ეტყვის რომ ჯარს რომ გამოდითო და გადალახავს იმ გამოდით ამ 5-6 დასახლებული პუნქტიდანო და ეს საფორტიფიკაციო და თავდაცვითი ზღუდეებიც დატოვეთო მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია ამერიკის შეერთებული შტატებიდან არის მის მესიჯები და მესიჯებს თავი დავანებოთ არ არის გამორკვეთილი თუ თვალსაჩინო უსაფრთხოების გარანტიები იმ ტერიტორიების უსაფრთხოების გარანტიები რომლებზეც რუსეთს უცილებლად ექნება პრეტენზიები გარკვეული პერიოდის შემდეგ მე მესმის რომ პრეზიდენტი პუტინი ბერდება რა საკვირველია ასეა მე ისიც მესმის რომ მაღალი ალბათობით 2036 წლამდე ის ვერ მიატანს მე მესმის იმ თეორიისაც რომ აკუნინი მაგალითად ერთ-ერთი ავტორი რომ რუსეთი თავად ჩამოიქცევა მშვიდობიანობის პირობებშიც კი რომ ეს შეჭამს სისტემას კრემლის სისტემას უკმაყოფილებები რომლებიც იქნება ეს არ არის მხოლოდ აკონინის თეორია ცოტა სხვაგვარია მაგრამ ეცოს გავაერთიანებთ გვერის ნებართვით და რუსეთის სისტემა ეს ვერტიკალი ჩამოინგრევა და რუსეთი მარტივმამრავლებად დაიშლებაო სხვებიც ამბობენ და სხვები ამბობენ მესმის ამ თეორიისა ნაწილობრივ რა ერთგვარად რაღაც ემოციური თვალსაზრისით მივყვები კიდეც ამას მაგრამ ვაიდა ასე უნდა ვიკითხო ვაიდა ეს ასე არ მოხდა და რუსეთი თუ მაგრდება ამ 5-6 დასახლებულ პუნქტში დონბასის ტერიტორიაზე სრულად მას სრული კარტ ბლანში ეძლევა რამდენიმე მიმართულებით ეს არის დნეპროპეტროვსკის მიმართულება და ვინ იტყვის მსოფლიოში რომ არ შეუტევს დნეპროპეტროვსკს გარკვეული პერიოდის შემდეგ თავად რუსეთმაც რომ დაიფიცოს და უკაცრავად სიტყვიზე და დაიგინოს რომ არა და არა დანარჩენი უკრაინა არ მაინტერესებსო ჩვენ ხომ შესანიშნავად ვიცით რომ სწორედაც რომ მთელი უკრაინა უნდა რუსეთს ეს არის ზაპოროჟიეს მიმართულება რომელიც რასაკვირველია სრულ ადმინისტრაციულ საზღვრებში სჭირდება რა მას რუსეთს ზაპოროჟიე მიიერთა რა ის ხსენებული დონეცკის, ლუხანსკისა და ყირიმის არ იყოს ეს არის რასაკვირველია ხარკოვის მიმართულებაც ეს არის ოდესის მიმართულებაც ოდნავ მოშორებით არისო ვინმე იტყვის მაგრამ როდესაც კიდევ მეტად გამაგრებული ხარ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ომსაც ვერ ხედავ მითაც ვერ გიპირისპირდება შენი მოწინააღმდეგე და შიდა არეულობებიც არის და შიდა არეულობები კიევში ასე ვიტყვი გარდაუვალია ამ შემთხვევაში ხო შენ მერე უკვე ამ მოწყვლად სახელმწიფოს უკრაინას კიდევ დასუსტებულ სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტად უტება არ დაგავიწყდეთ ისიც რომ ევროპაც მოდუნდება იმიტომ კი არა ევროპა ცუდია არამედ იმიტომ რომ მშვიდობიანობის ცოტა ხნიანი მშვიდობიანობის პერიოდში ევროპაც იტყვის რომ მოდი ახლა იქნება და გაცდებიან ესეთი პოლიტიკოსები დეიზოლაცია მოვახდინოთ დესანქცირება მოვახდინოთ ამერიკის შეერთებული შტატები რაც ხშირად მათ შორის ადმინისტრაციის პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც იქნება მსგავსი მესიჯები და უკვე არის ეს მესიჯები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ უკრაინას არ ნახულად უჭირს მეთქი ასე მინდა ვთქვა მაგრამ ახლა ჩემს პოზიციას მოგახსენებთ და დავამთავროთ ამით მიუხედავად იმისა რომ უკრაინას ძალიან უჭირს უკრაინამ უნდა მესმის ეს არის ძალიან რთული და თბილისიდან ასე როგორც ახლა მე ვიტყვი ჩანს ასე და შესაძლოა სრულიად არაადეკვატური ანალიზია ეს რიგითი უკრაინელისათვის რომელიც ახლა ფრონტის ხაზზეა ან არ ვიცი შვილი ყავს გაშვებული რომელიმე რიგით ხარკოველს და ელოდება ყოველდღიურად ან რაღაც წერილს ან შეტყობინებას ან რაღაც ჩამოსვლას დაბრუნებას ცოცხლად ნახვას შვილისა მათთვის ეს რასაკვირველია თბილისური სახლიდან ამგვარი მესიჯის გაკეთება იოლია და მათთვის კი რთულია და წარმოუდგენ მაგრამ უკრაინამ უნდა გაძლოს როგორმე ევროპელთა დახმარებით საკუთარი იარაღით და საკუთარი თავდადებით იმ შემთხვევაშიც კი თუ შეერთებული შტატები მართლა გავა პროცესიდან უკრაინამ არ უნდა მოვაწეროს ხელი არანაირი დონბასის დათმობაზე და უნდა როგორღაც ეს პერიოდი სუდი სიტყვა მაგრამ გადააგოროს თუ არ გადააგორა
უკრაინამ იცოდეთ, რომ საფრთხეები იზრდება დანარჩენი უკრაინისათვის, აღმოსავლეთ ევროპისათვის უკვე შემდგომ წლებში და მოგინებათ იმისა პუტინი იქნება თუ სხვა იქნება რუსეთის ლიდერი, კავკასიის რეგიონისათვის, რომელშიც რევანშს ის უთუოდ ეცდება, ანუ რუსეთის იმპერია, ბიძინა ივანიშვილის საქართველოსთვისაც კი, რომ ვიცოდეთ მაინც, საფრთხეები იზრდება ყოველდღიურად, თუ უკრაინა პრეზიდენტი ზელენსკი კონკრეტულად თუ გდებოთ ასე ვიტყვი, გადხდება. ამიტომ სლავა უკრაინე, ესე უნდა ვთქვათ, გაძელით, არ ვიცი როგორ არის ეს უკრაინულად, გაუძლოს უნდა უკრაინამ როგორმე ამ მისთვის ურთულეს პერიოდს. ნახვამდის.